ჯანდაცვის სტანდარტის წარმდგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით. მოგესალმებით BMG TV-ზე ჯანდაცვის სტანდარტის დრო არის ვიწყებთ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემას ნინი ლონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. მოგესალმებით და მადლობა რომ უყურებთ ჩვენს გადაცემას, სადაც ყოველ კვირა დღეს სოფლიოს და საქართველოს ჯანდაცვის და მედიცინის სიახლეებს ეცნობებით. დღეს გაგაცნობთ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას და მის სტანდარტს, რომელიც ევროპულ ჯანდაცვის მოდელებს შორის წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სტაბილურ მოდელად ითვლება. ფრანგული ჯანდაცვა გამოირჩევა უნივერსალური ხელმისაწვდომობით, სოლიდარობაზე დაფუძნებული დაზღვევის სისტემით, ასევე ძლიერი პირველადი ჯანდაცვით და მაღალ ტექნოლოგიური ჰოსპიტალური სექტორით. სწორედ ამ კომპონენტებმა აქცია საფრანგეთის ჯანდაცვა საერთაშორისო კვლევებისა და შედარებითი ანალიზების მუდმივ ობიექტად. საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის, პრევენციული მედიცინის, პაციენტზე ორიენტირებული სერვისებისა და სამედიცინო განათლების ხარისხის მიხედვით. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეფუძნება მკაფიო სტანდარტებს, სადაც თანაბრად მნიშვნელოვანი არის როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ისე ექიმის პროფესიული თავისუფლება და პასუხისმგებლობა. დღეს გადაცემაში სწორედ ამ სტანდარტებზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და სისტემურ უპირატესობებზე ვისაუბრებთ, რისთვისაც გადაცემას დისტანციურად საფრანგეთიდან შემოვერთდება რევაზ ბოჭორიშვილი, ექიმი, მეანგინეკოლოგი, კლერმონ ფერანის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც წლებია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს, იცნობს როგორც მის სტრუქტურას, ასევე პროფესიულ ეთიკას და კლინიკურ პრაქტიკას. იქამდე მაყურებლებს შემოგთავაზებთ ჯანდაცვის და მედიცინის სიახლეების მიმდინარე კვირის სკოლაში და წინგელით ასევე ამირან გამყრელიძის საავტორო პროლოგი და ანალიტიკა საფრანგეთის ჯანდაცვის მოდელზე, მის სტანდარტზე, რამაც ფრანგული ჯანდაცვა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მოდელად აქცია მსოფლიოში. ექნებისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობის აკრძალვა 2027 წლის ივლისამდე გადავადდება. პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შედის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, რის მიხედვითაც დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ან რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საექნო ან მეანექნის განათლების მქონე პირის საქმიანობის აკრძალვის ამოქმედების თარიღი გადავადდა. ექნების სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ქვეყანაში 2026 წლის იანვრიდან უნდა აკრძალულიყო. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ექთანს დამოუკიდებელი საექნო ან მეანი ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ან სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა 2027 წლის ივლისიდან აეკრძალება. დარღვევის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით 2000 ლარით დაჯარიმდებიან. 2025 წლის ათვეში საქართველოს ექსპორტზე 13 მილიონი აშშ დოლარის 68.4 ტონა სისხლი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 132.5%-ით მეტია. თავარი საექსპორტო ბაზარი, სადაც 12.2 მილიონი აშშ დოლარის 66.2 ტონა გაიყიდა, უზბეკეთია. რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს საქართველოს 5.9 მილიონი აშშ დოლარის სისხლი და ვაქცინები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-იანი ზრდაა. AstraZeneca-სა და Daiichi Sankyo's მიერ ერთობლივად შემუშავებულმა ძუძუსკიბოს სამკურნალო მედიკამენტმა Enertum ASHS-ის სურსადისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაციისაგან დასტური მიიღო. პრეპარატი შექმნილია მოზრდილი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ჰერორდადებითი მეტასტაზური ან რეზექციისთვის შეუფერებელი ძუძუსკიბო. კვლევა მაჩვენა, რომ Enertus-სა და Pertuzumab's კომბინაციამ სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკი 44%-ით შეამცირა. ონკოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგი ისტორიული მნიშვნელობისაა და Enertus-სა და Pertuzumab's კომბინაცია სწრაფად უნდა გახდეს ჰერორდადებითი მეტასტაზური ძუძუსკიბოს მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის სტანდარტული საშუალება. Biopharmaceutical კომპანია Mirum Pharmaceuticals 800 მილიონიანი გარიგების ფარგლებში Blue Jay Therapeutics ყიდულობს. რითაც კომპანია თავის პორტფელს ღვიძლის მძიმე დაავადებების სამკურნალო კვლევის გვიან სტადიაზე მყოფ ექსპერიმენტულ მედიკამენტს შემატებს. გარიგება კომპანიას მიანიჭებს გლობალურ უფლებებს ბრელოვიტუგზე, მონოკლონურ ანტისხეულზე, რომელიც ქრონიკული D-ჰეპატიტის სამკურნალოდ გადის ტესტირებას. კომპანიის შეფასებით ბრელოვიტუგის გლობალური შემოსავლის პოტენციალი სულ მცირე $750 მილიონ შეადგენს. ასევე მოსალოდნელია, რომ პიკურ პერიოდში მედიკამენტით 3000-მდე პაციენტი იმკურნალებს.
ASHS სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა შვედური კომპანია Flow Neuroscience-ის მიერ წარმოებული სახლის პირობებში გამოსაყენებელი მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაცაა დეპრესიის მკურნალობა ტვინის სტიმულაციის გზით. Როგორც Reuters-ი წერს, მოწყობილობა ტიპური ანტიდეპრესანტების ალტერნატივას წარმოადგენს. ტექნოლოგია განკუთვნილია 18 წლისა და უფროსი ასაკის მოზრდილებში საშუალო და მძიმე დეპრესიული აშლილობების სამკურნალოდ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მეთოდებთან ერთად. Flow მოწყობილობის ASHS ბაზარზე გამოტანას 2026 წლის მეორე კვარტალში გეგმავს, როგორც მხოლოდ რეცეპტით გასაცემ საშუალებას. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch რეიტინგმა სადაზღვეო გიგანტ Humana-ს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა. გადაწყვეტილების შედეგად Fitch-მა Humana-ს სადაზღვეო შვილობილი კომპანიების ფინანსური სიძლიერის რეიტინგი A-დან A--მდე, ხოლო კომპანიის გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი BBB+-დან BBB-მდე ჩამოაქვეითა. სააგენტოს ანალიტიკოსების განმარტებით რეიტინგის შემცირების მთავარი მიზეზია მოგების მარჟის მკვეთრი შემცირება. Fitch-ი შიშობს, რომ Humana-ს EBITDA მარჟა ვერ დაუბრუნდება იმ დონეს, რომელზედაც ის წლების განმავლობაში იყო. ცნობისთვის Humana-ს კაპიტალიზაცია 33 მილიარდის ფარგლებშია და პიკურ მაჩვენებელთან შედარებით მისი აქციების შეფასება განახევრებულია. ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ განაცხადა, რომ ალაბამას შტატის ქალაქ ჰანსვილში 6 მილიარდის ღირებულების საწარმოს ააშენებს. მიზანი ჭარბიწონის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბებისა და სხვა მედიკამენტების წარმოების გაზრდაა. ეს ფარმაცევტული კომპანიის მიერ ASHS-ში დაგეგმილი ახალი ინვესტიციების სერიის რიგით მესამე ობიექტია. თებერვალში Eli Lilly-მ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე 27 მილიარდის დახარჯვას აპირებდა. კომპანიის ცნობით, ალაბამას ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ 2026 წელს დაიწყება და 2032 წელს დასრულდება. მიუხედავად საკმაოდ რთული, წინააღმდეგობრივი და ხშირად სუბიექტური შეფასების კრიტერიუმებისა, უნდა ვთქვათ, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა თითქმის ყველა ავტორიტეტულ რეიტინგებში და კვლევებში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, თანასწორი და უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის მქონე სისტემა მსოფლიოში. მისი მოდელი ეფუძნება სოლიდარობას, სოციალური დაზღვევის კულტურას, მაღალი ხარისხის მომსახურებას და სტრუქტურულად გამართულ პროფესიულ მომზადებას. ქვეყანა წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობას. უზრუნველყოფს მოსახლეობის თითქმის უნივერსალურ დაფარვას და ხელს უწყობს სამედიცინო პროფესიის მაღალ კომპეტენციას. მოსახლეობის თითქმის 100% დაზღვეულია. საფრანგეთში სახელმწიფო და კერძო სამედიცინო პროვაიდერები ურთიერთთანამშრომლობენ, ხოლო ძირითადი სერვისებია პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმები, ეგრეთ წოდებული მეკარიფჭეების ფუნქცია სავალდებულო არ არის, თუმცა კოორდინირებული რეფერალების სისტემა სტიმულირებულია. სპეციალიზირებული მომსახურება, ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისები საჯარო და კერძო სექტორში, ჰოსპიტალური სისტემა, საუნივერსიტეტო ცენტრები, საზოგადოებრივი საავადმყოფოები, კერძო არასამეწარმეო კლინიკები და კერძო კომერციული დაწესებულებები უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურებების მიწოდებას. გრძელვადიანი მოვლა, ხანდაზმულთა და ქრონიკული პაციენტების სერვისები კარგადაა განვითარებული. მედიკამენტების მკაცრი რეგულაციებით, ფასების კონტროლით და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ეროვნული ჩამონათვლის მიხედვით ხდება ანაზღაურება. საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის საფუძველს წარმოადგენს სოციალური დაზღვევის სქემა, რომელიც ფინანსდება დასაქმებულისა და დამსაქმებლის შენატანებით, სახელმწიფოს დაფინანსებით, გადასახადებითა და დამატებითი ეგრეთ წოდებული შემავსებელი კერძო ან ნახევრად კორპორატიული დაზღვევით. ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურება უმეტესწილად ხდება ეგრეთ წოდებული activity based payment მოდელით, რომელიც მსგავსია თქვენთვის კარგად ცნობილი DRG სისტემისა. ჰოსპიტალური ხარჯები შეადგენს დაახლოებით 45-47% საერთო ჯანმრთელობის ხარჯებიდან, რაც მაღალია OECD-ის საშუალო მონაცემებთან შედარებით. ამბულატორიულ სერვისებზე იხარჯება დაახლოებით 28-30%. საფრანგეთი ჯანმრთელობაზე ხარჯავს დაახლოებით 11-12% საკუთარი GDP-დან, რაც ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორის არის ევროკავშირში. ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის წლიური ხარჯი საშუალოდ 7,126 PPP დოლარია. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალოზე
მაღალია. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი 78%-ია. ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებიდან. ჯიბიდან გადახდები კი 6-7%-ს შეადგენს. საფრანგეთში საჯარო ანუ სახელმწიფო საავადმყოფოები უზრუნველყოფენ დაახლოებით 2/3 საერთო საავადმყოფო საწოლებისა და დომინირებენ ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურაში. საფრანგეთში საავადმყოფოებს სხვადასხვა კატეგორიები აქვთ: ადგილობრივი, ზოგადი, რეგიონული, სპეციალიზირებული და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალები, ეგრეთ წოდებული teaching university hospitals. ეს უკანასკნელი 32-ია, რომლებიც აერთიანებენ სამედიცინო კლინიკურ მომსახურეობას, სწავლას და კვლევას. მოქალაქეებს ხშირად აქვთ დამატებითი კერძო დაზღვევაც. გართულებული და რთული პათოლოგიების შემთხვევაში პაციენტები იყენებენ რეგიონულ და საუნივერსიტეტო ცენტრებს. მოკლედ, სისტემა არის კომბინირებული, საჯარო და კერძო, ძლიერი სოციალური დაზღვევით, კარგი, კრიტიკული და სპეციალიზირებული ზრუნვით და გამარტივებული პრაქტიკით პაციენტისთვის საავადმყოფოში მისასვლელად და მკურნალობისთვის. ეხლა გადავხედოთ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის ძირითად ინდიკატორებს. ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორებიდან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საფრანგეთში 82.3 წელია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში. ჩვილ ბავშვთა, ანუ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 3.4 ცოცხლად შობილზე. ავადობის ძირითადი ტვირთი მოდის არაგადამდებ დაავადებებზე: კარდიოვასკულარული დაავადებები, ონკოლოგია, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი. სერვისებით დაფარვა 99%-ზე მეტია. ექიმების რაოდენობა 3.4 ექიმი 1000 მოსახლეზე. ექთნების რაოდენობა 11 ექთანი 1000 მოსახლეზე. არის ვაქცინაციით მაღალი დაფარვა ქვეყანაში. ეს ინდიკატორები კიდევ ერთი უტყუარი დასტურია საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემის მოწინავე პოზიციების მსოფლიოში. მედიცინის სწავლებას საფრანგეთში სჭირდება 9-12 წელი. სტუდენტები ამ განათლებას იღებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო ფაკულტეტებზე ანუ სამედიცინო სკოლებში და ასეთი 37-ია. პრაქტიკული კლინიკური ეტაპი ხდება საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებში, ასეთი 32-ია. სტუდენტების მიღება განათლების დონის გათვალისწინებით კონტროლდება. საფრანგეთში ექიმის მომზადება ხანგრძლივი და სტანდარტიზირებულია და მოიცავს 3 ძირითად ეტაპს. სწავლების პირველი ეტაპი 2 წელი მოიცავს საფუძვლიან საბაზისო სამეცნიერო კურსებს. პირველი ეტაპის ბოლოს ტარდება ეროვნული გამოცდა, რომელიც ისტორიულად ძალიან კონკურენტულია. სწავლების მეორე ეტაპი 4 წელი არის კლინიკური სწავლება. თეორიული ლექციები, სტაჟირება საავადმყოფოებში. შედეგია შემდგომ ეროვნული რეიტინგული გამოცდა. მესამე ეტაპი კი რეზიდენტურა, 3-5 წელი სპეციალობების მიხედვით. საფრანგეთში სამედიცინო განათლების და კლინიკური პრაქტიკის ქსელი არის ფართო და კარგად ორგანიზებული. 10 ფაკულტეტი და ყველა ტერიტორიის მასშტაბით გავრცელებული საუნივერსიტეტო ჰოსპიტალები. მაგალითად, ერთ-ერთი უძველესი გახლავთ University Hospital of Montpellier. პარიზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალების ქსელი მოიცავს ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ფაკულტეტს ევროპაში. ისინი გამოირჩევიან როგორც მაღალი დონის კლინიკური მომსახურეობით, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით. ამ ქსელის ჰოსპიტალებს ახასიათებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზა, ძლიერი კვლევითი ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტებთან ინტეგრირებული სწავლება, რაც მათ ევროპის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო აკადემიურ ცენტრებად აქცევს. საფრანგეთში მოქმედებს უწყვეტი პროფესიული განვითარების, ეგრეთ წოდებული DPC სავალდებულო სისტემა, რომელიც მოიცავს რეგულარულ ტრეინინგებს, კლინიკურ აუდიტებს, სიმულაციურ სწავლებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების კურსებს, DPC სისტემას ზედამხედველობს სპეციალური სააგენტო. რა თქმა უნდა, არის როგორც მთელს ევროპაში გამოწვევებიც. შეიძლება არსებობდეს დარგობრივი და ტერიტორიული უთანასწორობები. არა ყველგანაა ხელმისაწვდომი უმაღლესი და კარგად აღჭურვილი კლინიკები, განსაკუთრებით სოფლის ან შორს მდებარე ადგილებში. მაღალი კონკურენცია, რესურსების მართვის გამოწვევები და დარგობრივი გეოგრაფიული უთანასწორობები. ეს არის რომლებსაც საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა მუდმივად სწავლობს და რაც მთავარია რეაგირებს მათზე, რაც მას უნარჩუნებს მსოფლიოში მოწინავე სტატუსს, რომელიც სისტემურ დონეზე ზრუნავს, რომ ჰქონდეს გამორჩეული ჯანდაცვის სტანდარტი მსოფლიოში.
ჯამთელიერი ნაციონალური სიმდიდრეა. ბენჯამინ ფრანკლინი. როგორც უკვე მოისმინეთ, დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სამაგალითო მოდელზე, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაზე. რა განაპირობებს მის ეფექტურობას და რა სტანდარტებს ეფუძნება. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად მოვიწვიეთ სტუმარი, რომელიც ფრანგულ ჯანდაცვის სისტემას პირადი და პროფესიული გამოცდილებით იცნობს. საფრანგეთიდან ჯანდაცვის სტანდარტს უერთდება დისტანციურად ბატონი რევაზ ბოჭორიშვილი, ექიმი, მეანგინეკოლოგი და საფრანგეთის კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით ბატონო რევაზ, მადლობა რომ ხართ დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოგწვევისათვის. რევაზ ბოჭორიშვილი 1962 წელს თბილისში ექიმების ოჯახში დაიბადა. 1979 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1991 წლიდან დაინტერესდა ლაპარასკოპიული ქირურგიით იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში. 1993 წელს პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საფრანგეთში კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც გინეკოლოგიური ლაპარასკოპიის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრს წარმოადგენს. 2000 წელს რევაზ ბოჭორიშვილს მიენიჭა საფრანგეთის საუნივერსიტეტო კლინიკის სრულუფლებიანი ჰოსპიტალური პრაქტიკოსი ექიმის სტატუსი. 1994 წლიდან ეწევა სასწავლო და პედაგოგიურ საქმიანობას კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში. 2004 წელს არჩეული იყო ცენტრის დირექტორად, ხოლო 2023 წლიდან არის მისი პრეზიდენტი. 2017 წლიდან არის კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. რევაზ ბოჭორიშვილი 100-ზე მეტი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი და 6 მონოგრაფიის თანაავტორია. მრავალი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების მიმომხილველი. მადლობა ბატონო რევაზ დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის, პატივია ჩვენთვის და ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიც და მსოფლიოშიც. ამიტომ გვინდოდა საუბარი ორი მიმართულებით ძირითადად დღეს, რაზეც ჩვენი დროა გათვლილი. პირველი ეს თვითონ სისტემა, როგორ მუშაობს ჯანდაცვის, უფრო დაწვრილებით თქვენი გამოცდილებიდან და შემდეგ სამედიცინო განათლების სისტემა, მეორე, როგორ თქვათ ხდება საფრანგეთში ახალგაზრდა ექიმი, რა გზას გადის ის და აი ამ ორი კითხვაში გვექნება ხოლმე ჩაკითხები. დავიწყოთ თვითონ სისტემით. როგორ მუშაობს საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა? როგორ არის ეს სისტემა აწყობილი ისე, რომ ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებას განაპირობებს პირველ რიგში. როგორ არის თვითონ, რადგან საფრანგეთი დიდი ქვეყანაა, ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობა სამედიცინო დახმარების პროცესში. როგორ არის პრევენციული მედიცინა საფრანგეთში და შესაბამისად რა ტიპის დაზღვევები უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარება თითქმის 100%-ით ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ამერან. მაშინ დავიწყოთ პირდაპირ ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაცია, როგორ არის საფრანგეთში მოწყობილი. ძირითადი საფუძველი ჯანდაცვის არის ეგრეთ წოდებული ოჯახის ექიმი, რომელსაც ჟენერალისტს ეძახიან საფრანგეთში, ანუ ზოგადი პროფილის ექიმი, მაგრამ ეს ზოგადი პროფილის ექიმი მართლაც ძალიან დიდ სფეროებს წვდება, მაგალითად გინეკოლოგიაში შეუძლია გააკეთოს, მაგალითად პაციენტი გასინჯოს, პაპ ტესტი ჩაატაროს, იგივე სპირალი ჩადგას, მეორე მხრივ პედიატრიაში ბავშვები გასინჯოს, აცრები გაუკეთოს, ამიტომ არის სწორედ ეს ოჯახის ექიმი, ამიტომ ყველა ოჯახის წევრს თვითონ იცნობს, პირადად იცნობს და ეს ნდობის მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ ეს პირველი მომენტი არის, რომელიც აი საფრანგეთის მედიცინაში ყურადღებას იქცევს. მეორე ეტაპი ოჯახის ექიმის დაუბრუნდებით შემდგომ მეორე, ასე ვთქვათ, საფეხური, ეს არის ჰოსპიტალური ნაწილი, ანუ კლინიკები
და აქ არის ორი ელემენტი, ეს არის სახელმწიფო კლინიკები, რომელსაც ავადმყოფოს გვეძახით, საფრანგეთში კლინიკა ის ავტომატურად კერძოს გულისხმობს. ანუ არის სახელმწიფო და კერძოში, რაოდენობის მხრივ დაახლოებით 3000 არის ეს ჰოსპიტალური სისტემაში ავადმყოფოები, დაახლოებით 1400-მდე არის სახელმწიფო და დანარჩენი 1600-მდე არის კერძო და კერძოში არის ძალიან საინტერესო სისტემა საფრანგეთში, დაახლოებით 9/10 არის ეგრეთ წოდებული არაკომერციული, ანუ კერძო არ ნიშნავს, რომ ეს არის გათვლილი რაღაც მოგებაზე, ანუ კომერციულ კლინიკებში რაღაც შემოსავალი რაც აქვს შეიძლება გაუნაწილდეს ამ კლინიკის მეწილეებს, მაგრამ არაკომერციულში მთლიანად მოგება მიდის ინვესტიცია ხდება ვთქვათ აპარატურაში, კვლევებში, ამიტომ ძალიან ცნობილი ცენტრები ისეთი ონკოლოგიური მაგალითად როგორც არის გუსტავ რუსი პარისთან, ოსკარ ლამბრე ლიონში და სხვა კურის ინსტიტუტი, ეს არის სწორედ ასეთი კერძო არაკომერციული კლინიკები და სწორედ აი ამ ცენტრებში არის ძალიან დიდი სამეცნიერო კვლევა წარმოებს და ძალიან პრესტიჟული და ძალიან ავტორიტეტული ცენტრებია. რაც შეეხება სახელმწიფო კლინიკებს, სახელმწიფო ავადმყოფოებს უпростоრად, აქ ამ ავადმყოფოების სისტემაში წამყვანი არის ეგრეთ წოდებული რეგიონალური საუნივერსიტეტო ავადმყოფოები, როგორც არის მაგალითად ჩვენი, აი რაც ფონად ხედავთ, ეს არის კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო საავადმყოფო რეგიონალური, მისი ერთ-ერთი ნაწილი, ვინაიდან მეორე ნაწილი სხვაგან არის ფიზიკურად ქალაქში და ეს ასეთი რეგიონალური საუნივერსიტეტო ცენტრი არის ცენტრი ცხადია მკურნალობის, არის სწავლების და ცხადია მეცნიერული კვლევის. საფრანგეთში არის 32 უნდა იყოს, უпростоრად 32 არის ტერიტორიულ საფრანგეთში, ასეთი ცენტრალური ავადმყოფოები, რეგიონალური და მის ირგვლივ არის პატარ-პატარა ავადმყოფოები, ანუ რეგიონალურ ცენტრალურ ავადმყოფოში უფრო მაღალ სპეციალიზირებული დახმარება გაეწევა, ყველანაირი, რაც კი შეიძლება რამხელა დაახლოებით ეს საუნივერსიტეტო კლინიკები თავისი მოცულობით, თქვათ, რამდენი საწოლი, ყველა მიმართულება იქ ალბათ ხომ ასეა? აი ეს შენობა რომელსაც ხედავთ, აქ არის მეანობა, გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, პედიატრია, ჰემატოლოგია, ინფექციური დაავადებები, აი ამ შენობაში არის დაახლოებით 500 საწოლი, მეორე ნაწილი არის ფიზიკურად სხვაგან, იქაც დაახლოებით ამდენივე, ანუ 1000-მდე საწოლია, მაგრამ ადმინისტრაციულად ეს ერთი ერთეულია, ამის თქმა მინდა. და პატარა ავადმყოფოები, უფრო პატარა, ბევრად პატარა, შეიძლება 600, 800, 400 პაციენტზე გათვლილი და ეს პატარა ავადმყოფოები მიბმულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქსელი არის, რომ იყოს მაგალითად თბილისში ცენტრალური ავადმყოფო და ვთქვათ მცხეთა რუსთავი იყოს ამ ქსელის ნაწილი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ვთქვათ პატარა ავადმყოფოში პრობლემა თუ აქვთ, იმათ მოგმართავენ ჩვენ და ჩვენი ვალდებულება არის, მათ შორის ფიზიკურადაც შეიძლება იყოს ეს სიტუაცია, რომ უნდა წახვიდე ამ პერიფერიულ ავადმყოფოში, ეს ჩვენ ვალდებულებაში შედის, ან პაციენტი გადმოიყვანოს. ეს საუნივერსიტეტო კლინიკები, როგორც წესი, სახელმწიფოა, ხომ? ან არა მომგებია? არა, სახელმწიფო არის საუნივერსიტეტო კლინიკები, საერთოდ საფრანგეთში კერძო უნივერსიტეტები სამედიცინო არ არის რაღაც ეკონომიურ სფეროში, სხვა მიმართულებით, მაგრამ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტი საფრანგეთში არ არსებობს. ამიტომ ეს ყველა არის სახელმწიფო და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აი სოცდაზღვევის სისტემა, რომელიც ძალიან ძლიერია და ძალიან ნიშნულოვანია საფრანგეთში, ყველა მოქალაქეს აქვს სოცდაზღვევის ნომერი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ პირადი ნომერი. პირადი ნომერი საქართველოში ეკითხებიან, საფრანგეთში არც კი ვიცით, მეტყვი რომ არ არის საჭირო. სამაგიეროდ აი სოცდაზღვევის ნომერი ძალიან ბევრგან გჭირდება ხოლმე და ეს სისტემა სოცდაზღვევის
ანაზღაურებს ერთნაირად სახელმწიფოშიც და კერძოშიც. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ანუ არჩევანი კერძოსო და სახელმწიფოს შორის ესეთ რაღაც საფუძველი არის ფრანგული კულტურის, არის ხალხი, ვისაც უნდა კერძოში იმკურნალოს, არის ხალხი, ვისაც უნდა სახელმწიფოში. რეალურად ძალიან დიდი განსხვავება მაგრამ ხარისხში არ არის განსხვავება ალბათ. არ არის განსხვავება. როგორც ყველგან იცით, არის თქვათ რაღაც მიმართულებები, რაღაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება კერძოში უფრო იყოს თქვათ განვითარებული ვიდრე სახელმწიფოში, მაგრამ ზოგადად კერძო არანაირად არ ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ხარისხია. Ну, მე სახელმწიფოში მუშაობდა, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპში სახელმწიფოში მაინც უფრო მაღალი დონეა, იმის გამო, რომ აი საუნივერსიტეტოა და სწავლების პროცესია ჩართული და კვლევები, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ზოგიერთ კერძოშიც ასე მეცნიერული კვლევები ტარდება. უბრალოდ კერძო სისტემაში ექიმს შეუძლია დამატებით რაღაც მოითხოვოს გადასახადი, ვთქვათ, ოპერაციისთვის, მაგრამ ესე ძალიან რეგლამენტირებულია, არ უნდა აჭარბებდეს რაღაც საბაზო გარდა სოცდაზღვევისა დაახლოებით რა ნაწილს ფრანგებისაც აქვს კიდევ კერძო თქვათ დაზღვევა, კორპორატიული ან პირადი დაზღვევა კიდე, რომელსაც ამატებენ ამ სოციალურ. დიახ, საერთოდ აი სოციალური დაზღვევა პრაქტიკულად ფარავს 70% ხარჯების ზოგადად, მაგრამ აი მაგალითად მეანობაში ყველაფერს ფარავს. მეანობაში ფარავს ყველაფერს. მათ შორის აი უკვე მე ბავშვის პირველი თვეების და ასე შემდეგ ვიზიტების ყველაფერს ფარავს. ასევე ონკოლოგიაში ფარავს ყველაფერს 100%. არ აქვს მნიშვნელობა რა ოდენობის თქვათ მედიკამენტი იხარჯება და რა ფასი აქვს ამ წამალს 100%. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის რომ თუ თქვათ კურნალობს ონკოლოგიური პროფილიანი პაციენტი რაღაც სხვა დაავადების გამო ისიც 100%-ით ნაზღაურდება და ძალიან ბევრი ესეთ სპეციფიკა არის ფრანგული, მაგალითად ტრანსპორტი, პაციენტი კონსულტაციის ბოლოს განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტები და შორიდან რომ მოდიან და ჩვენთან ბევრია შორიდან მოსული პაციენტი, ითხოვენ ტრანსპორტის ვაუჩერს. ეს ჩვენი ვალდებულება არის, უკვე ავტომატურად სისტემაში, უბრალოდ ხელი უნდა მოაწერო, რაღაც დეტალები შეიტანო და უნაზღაურებს ტრანსპორტის ხარჯებს. ეს განსაკუთრებით აი რაც მოგახსენეთ ონკოლოგიაში. რაც შეეხება დანარჩენი გადასახდელი, ეს როგორც წესი, ესეც კულტურის ნაწილია, ყველას პრაქტიკულად აქვს დაზღვევა, რომელიც ძალიან საინტერესოა, საფრანგეთში ქვია mutual, ანუ ურთიერთდახმარების პრინციპზე არის, ასევე არაკომერციული არის ეს სისტემა, ასეთი დაზღვევების, ხშირად კორპორატიულს გავს, ვინაიდან თქვათ, ექიმებს აქვს გარკვეული კომპანიებისგან დაზღვევა, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ავსებს იმ დარჩენილ 20-30%-ს თუ საჭირო არის. და არის კიდე ცალკე კერძო დაზღვევები, აი ზოგადი პროფილის არის ცნობილი სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც აქვთ ასევე სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ როგორც წესი ეს mutual, ანუ ეს არაკომერციული ესეთი დაზღვევა, არაკომერციული ისევ და ისევ იმის გამო, რომ თქვათ იქ დივიდენდები არ ნაწილდება ამ კომპანიებს. აი ამ პრევენციულ სერვისებს მოიცავს დაზღვევა თუ პრევენციული სერვისები მაინც აი ყველაფერი შიგნით შედის. აი ეს არის რომ არ არის დიფერენცირება, ვთქვათ, წინასწარ მოთხოვნა არ ხდება ვიღაცასთან წერილის გაგზავნა, რაღაც ნებართვის მიღება, შეთანხმება. გაქვს ნომერი სოცდაზღვევის, რომელთანაც ასევე მიბმული არის ინფორმატიკაში, უკვე მიბმული არის შენი ამ დაზღვევის ნომერი და პრაქტიკულად, როდესაც პაციენტი მოდის, ნუ ჩვენ ექიმებს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოში შეხება არ აქვს ფინანსებთან. იქ ჩაწერილი სადაც არის პირველი სადაც მიდის პაციენტი, ანუ ჩვენ მდივანს ვეძახით, შეიძლება ადმინისტრატორი, მენეჯერი დაარქვათ, იქ აძლევენ ამ ნომერს, თავის ბარათს და აქედან ხდება ავტომატურად უკვე სამანტყოფოსთვის გადახდა იმისი, რასაც ექიმი გამოწერს. აი მიღების დროს გვაქვს აქტები, უნდა ჩავწეროთ რა გაკეთდა, ნუ ნომრებით არის აქტები და წამალთან აზღაურება როგორი გაქვთ? აი ადამიანს რო გამოუწერთ წამალს, შემდგომ
ჯერ ეს ერთი აი სწორად ბრძანეთ პრაქტიკულად საფრანგეთში წამალს ვერ იყიდი რეცეპტის გარეშე. აი თვით მკურნალობისთვის რო არის მაგალითად ასპირინი, პარაცეტამოლი, ეს შეგიძლია იყიდო თუ თქვათ გიჭირს. უпростоრად რას გულისხმობს სწრაფად გჭირდება, მაგრამ ესეც რეცეპტით თუ არის გაცემული, პრაქტიკულად უფასოა, იმიტომ რომ იქაც ზოგადად დაფარვის პროცენტი არის 65%. 65-70. ზოგიერთი პრეპარატები მარტო ავადმყოფოშია, მაგალითად ონკოლოგიური, რაც კი არის ქიმიოთერაპია და ასე შემდეგ, ამას პაციენტი არ ყიდულობს, არ ჭირდება, ანუ ის ავტომატურად 100%-იანად იფარება. არის გარკვეული საერთოდ ფასები ძალიან რეგლამენტირებულია წამლების, საფრანგეთი ამ მხრივაა ცნობილი, რომ ძალიან მკაცრი რეგლამენტირება აქვს ფასებს, რატომ? ვინაიდან სახელმწიფო ანაზღაურებს, ამიტომ ზოგჯერ იჭიმება კიდევაც რაღაც ახალი პრეპარატის შემოსვლა საფრანგეთის ბაზარზე, ვინაიდან კომპანიებთან ეს მიდის მოლაპარაკება, რა ფასით იქნება ეს წამალი. ანაზღაურებადია პაციენტისთვის, მაგრამ ეს რა თანხას მიიღებს კომპანია. დაახლოებით აი 10% არის წამლების, არც კი რომელიც არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი ფასით. მაგრამ ესეც ანუ შეიძლება აფთიაქმა დაადოს თავისი ფასი, მაგრამ აქაც რაღაც ლიმიტები არის, რაღაცას არ შეიძლება გადაცდენ. ანუ პრაქტიკულად ყველაფერი გამოდის უფასო. არის რაღაც პატარ-პატარა გადასახადები, რაღაც, მაგრამ ეს არის ათეული ევროს ფარგლებში, მაგრამ ესეც თუ აქვს ადამიანს კარგი დაზღვევა დამატებით გულისხმობ, ესეც პრაქტიკულად შეხება არანაირი ფინანსებთან არ აქვს. ბატონრევაც, დაზღვევამდე თქვენ ახსენეთ საუბრისას უნივერსიტეტების რაოდენობას და სწავლების სპეციფიკა. განათლების სისტემაზე გსურთ გკითხოთ, როგორი არის ეს განათლების სტანდარტი საფრანგეთში, რომელიც შემდეგ უკვე განსაზღვრავს მის საუკეთესო მოდელად ერთ-ერთ მსოფლიოში, ხო? ანუ რა გზას გადის ახალგაზრდა, ვიდრე ის ჩამოყალიბდება ექიმ სპეციალისტად? რაც შეეხება განათლებას, განათლების სისტემა საერთოდ ძალიან ესეთი საფრანგეთში გაჩნდა პირველი, ეს ცნობილია პირველი უნივერსიტეტი საერთოდ მსოფლიოში, ეს იყო მონპელიეს უნივერსიტეტი 1222 წელს, იქ ძალიან ძლიერი სამეცნიერო ფაკულტეტია. და საფრანგეთში არის 37 სამედიცინო ფაკულტეტი, ანუ ფაკულტეტს ვეძახით უნივერსიტეტთან, ანუ ცალკე ინსტიტუტი და ასეთ რაღაცა არ არსებობს, არის ფაკულტეტი დიდი უნივერსიტეტის. ეს არის 37 და როგორც წესი, ეს ფაკულტეტი სამედიცინო მიბმულია აი ამ რეგიონალურ საუნივერსიტეტო ცენტრთან. ამიტომ ქვია, სხვა შორის მმართველობაშიც ფაკულტეტის დეკანი მონაწილეობს ავადმყოფოს მართვის. მაგრამ ის უნივერსიტეტის არ არის ეს თქვენი ჰოსპიტალი. არა, უნივერსიტეტის არ არის, უბრალოდ ეს არის ბაზა, რასაც აი ასე რომ დავარქვათ, ბაზა მომზადების. რაც შეეხება აი მომზადება როგორ არის? საფრანგეთს აქვს ასეთი სპეციფიკა, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია სხვა შორის ახალგაზრდებისთვის. numerus clausus, ანუ შეზღუდული რაოდენობა ექიმების უნდა მომზადდეს. და რას გულისხმობს ეს? ანუ პირველი ციკლი არის 3 წლიანი ფუნდამენტური საგნები და პირველი წლის გამოცდა არის კონკურსი, ანუ დაახლოებით გააჩნია უნივერსიტეტებს ერთ ადგილზე შეიძლება იყოს 10-15. ძალიან მძიმე კონკურსია, ანუ თქვა 1000 თუ იყო ასე თქვა ჩაბარებაც არ არის გამოცდით ჩაბარება, უბრალოდ საბუთები თუ შეესაბამება, ღებულობენ და მე სწავლობს, მაგრამ პირველი წლის ბოლოს არის აი ეს გამოცდა, რომელიც აი ესეთი ფილტრავს და დაახლოებით ერთ ადგილზე რჩება უბრალოდ 10-დან ერთი შეიძლება დარჩეს, ან კიდე უფრო ძნელი კონკურსი. აი ეს ბარიერი თუ გაიარეს, მე არის კიდე 2 წელი ეს ფუნდამენტური მედიცინა და შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, უბრალოდ ციკლს ეძახიან, ეგრეთ წოდებული ექსტერნა, ну ექსტერნ ასე ეძახიან საფრანგეთში, ეს არის სტუდენტი
რომელიც პრაქტიკულად მთელ დროს ატარებს სამონტყოფოში. აქვს რაღაც ლექციები დღის მეორე ნახევარში, მაგრამ ძირითადად არიან სამონტყოფოში და ეს ექსტერნები ჩართული არიან უშუალოდ პაციენტის თქვათ მიღების დროს ჩვენ ვალდებულება გვაქვს გვესწრება ეს სტუდენტი, რომელსაც უნდა აუხსნა. ეს ჩვენი ვალდებულება, როგორ ჩადგა სარკე პაციენტი, როგორ გამოკითხო, რაღაც პატარა პროცედურებსაც ვაკეთებინებთ. ცხადია პაციენტს ვეკითხებით, რომ აი შეიძლება ეს სტუდენტია, ესა და ეს გააკეთოს, თქვათ ნაცხი აიღოს, რაღაც გასინჯოს, ხელით გასინჯოს, როცა რაღაც გასასინჯია და მე პრაქტიკულად არ მახსოვს, რომ თქვათ პაციენტს ეთქვას უარი პირიქით, ძალიან კარგია, უნდა ისწავლონ და ასე შემდეგ. ანუ ეს არიან სტუდენტები და ეს არის 3 წელი, ანუ 3 + 3 6 და შემდეგ არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი ინტერნატურის, ანუ რეზიდენტურა ამერიკული გაგებით, რაც უკვე სპეციალიზაციას გულისხმობს. ანუ ინტერნატურაში, რეზიდენტურაში ხვდებიან ასევე მძიმე კონკურსის შემდეგ და ეს არის პროფილის მიხედვით გინეკოლოგიაში 5 წელი, ქირურგიაში 5 წელი, ზოგადი ექიმისთვისაც არის ეს ინტერნატურა 3 წელი, 2 წელი, ანუ გამოდის პრაქტიკულად 11 წელი, მაგრამ 11-12, მაგრამ და ამის მერე უკვე დიპლომს იღებენ. გამოცდას აბარებენ, არის დიპლომის დაცვა, რომელიც პრაქტიკულად რომ ვადარებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჟურის წევრები, ხშირად ან ხელმძღვანელები თემის, აი დაახლოებით საკანდიდატო დისერტაციის ხარისხსაც შეიძლება შეედაროს. ვინაიდან ეს დიპლომი ყოველთვის არის რაღაც კლინიკურ კვლევაზე, სავალდებულოდ არის კლინიკურ კვლევაზე და უფრო მეტად ახლა არის სერიოზული კვლევებიც კი, პროსპექტული კვლევები და ასე შემდეგ, ზოგჯერ რანდომიზირებულიც, მე ვიყავი რამოდენიმეჯერ ასეთის ხელმძღვანელი, ანუ ძალიან სერიოზული კვლევებია და ამის მერე ხდება ეს რეზიდენტი უკვე ექიმით დიპლომირებული, მაგრამ მანამდეც რეზიდენტი, რომელიც 5 წელი სპეციალიზდება, ეს არის საფუძველი საერთოდ ჯანდაცვის სისტემის. ანუ აი ამ შენობაში, რასაც ხედავთ, ეს ვერ ფუნქციონირებს, რომ არ იყოს რეზიდენტი. მას შეულებრივად ხელფასი აქვს, ექიმად მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველი წლის რეზიდენტის ხელფასი არის დაახლოებით 2000 евро. პლუს მორიგეობებით, რომელიც სადღაც 200 ევრომდე არის, შეიძლება 2500-3000-მდე და დამამთავრებელი წლის მეხუთე წლის რეზიდენტს 4000-მდე შეიძლება კონდეს ხელფასი და სხვა შორის აი სტუდენტი რო ვახსენე ექსტერნი, რომ მუშაობენ, ისინი მუშაობენ რეალურად, იმათაც ხელფასი აქვთ. იმათ 500 ევრომდე აქვთ ხელფასი და მორიგეობენ ასევე 50 ევროს უხდიან. ანუ რეზიდენტი არის საერთოდ საფუძველი ჯანდაცვის სისტემის. რეზიდენტი ხედავს პაციენტს, აი რასაც ჩვენთან ეძახდნენ და მე მგონი დღემდე არის პალატის ექიმიას ეცნება არ არსებობს, ეს არის რეზიდენტი, რომლებსაც როტაცია აქვს. ერთი კვირა ერთი რეზიდენტია, მერე მეორე და სხვა შორის თვითონ წყვეტენ, ვინ რას გააკეთებს. ერთი რეზიდენტი საოპერაციოშია, ან ორი რეზიდენტი გააჩნია რამდენი საოპერაციოა. ჩვენ 3 საოპერაციო გვაქვს და ამიტომ 3 რეზიდენტია. აი თქვენს მაგალითზე თქვენ რა გზა გაიარეთ? თქვენ ხომ ფრანგული განათლება არ მიგიღიათ, ჩახვედით საფრანგეთში და ჩააბარეთ გარკვეული ალბათ ხომ? გამოცდა თუ როგორია ვინც ჩადის საფრანგეთში? ეს ცოტა სხვა გზა არის, სხვათა შორის ადრე იყო მე რომ ჩამოვედი მაშინ იყო უცხოური სტატუსით რეზიდენტი, არსებობდა ასეთი FFI faisant fonction. ისინი აღიარებენ მაგალითად საქართველოში დამთავრებული ადამიანის? არა, ისინი არ აღიარებენ ავტომატურად, უბრალოდ აღიარებენ გარკვეული დამტკიცების შემდეგ, რომ ეს არის ექიმის დიპლომი, მაგრამ სპეციალიზაციის დიპლომს ყოველ შემთხვევაში მე ეს გავიარებ 20 წლის წინ იყო ჩემი ეტაპები, იქ არა, ექიმის დიპლომს აღიარებენ, ცხადია მუშაობ რაღაცნაირად, როგორც უცხო ასოცირებული ექიმი არის, ასეთ სხვა სტატუსები, ატაშე და ასე შემდეგ, მუშაობ, მაგრამ შესაბამისად ხელფასის დაბალია, ვინაიდან არ ითვლება სრულფასოვნად და უცხოელმა უნდა ჩააბაროს
სავალდებულოდ გამოცდა, ასე იყო ჩემ დროს, გამოცდა, რომელიც არის წერითი გამოცდა, ტესტები არის, შემდეგ ზეპირი ნაწილიც არის და თუ ამას გაივლი, შემდეგ გეძლევა ექიმად მუშაობის უფლება და შემდეგ მეორე გამოცდა არის, რომ სპეციალობაში მოხდეს აღიარება შენი როგორც სპეციალისტის. რადგან ხელფას შეეხეთ ბატონო რევას რეზიდენტების ეს მწვავე პრობლემაა საქართველოში, შეიძლება იცით. აქეთ ეხდიან რეზიდენტები თავისი დიახ და ნუ ესეთი გაუღმართებული სისტემაა და ზოგადად საფრანგეთში ფიქსირებული ხელფასია ექიმებისთვის თუ არის ასევე გამომუშავების მიხედვით შემდგომ რამდენ ოპერაციას გააკეთებს, რამდენ შემდგომ ფიქსირებულზე ეს ემატება თუ როგორ არის ეს? აი ეს განსხვავება არის სახელმწიფო სისტემასა და კერძო სისტემას შორის. სახელმწიფო სისტემაში არის ფიქსირებული მთელ საფრანგეთში არის ცხრილები, ну დაახლოებით როგორც საბჭოთა კავშირში იყო კატეგორია, ასე წლების მიხედვით გემატება ეს ეშელონი ქვია საფრანგეთში, რომელ ეშელონში ხარ, ამის მიხედვით გემატება ყოველ წელს ხელფასი, მაგრამ ეს არის ფიქსირებული მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, იცი რომ თქვათ ამ ხარ მე-9, მე-10 ეშელონის გაქვს ასეთ და ასეთ ხელფასი. ეს ვერ შეიძლება ერთადერთი ემატება თუ მორიგეობ, შეიძლება არ მორიგეობდე, ეს არ არის ვალდებულება მორიგეობა უფროსებისთვის. უпростоრად გვაქვს ჩვენ მორიგეობა, მაგრამ არა ადგილზე ახალგაზრდები მორიგეობენ, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ მეორე ხაზის გარანტია თუ რაღაც პრობლემაა დაგვიძახებენ, მაგრამ ესეც სიაში ვართ, ანუ მორიგეობის. რაც შეეხება კერძოში, დიახ, კერძოში გამომუშავებაზეა, მაგრამ ზუსტად აი ეს არის თვითონ ჩვენც ვხედავთ ჩვენთან რეზიდენტები ვინც არის, ზოგს უნდა დარჩეს ამ სახელმწიფო სისტემაში, ვინაიდან აქ უფრო მეტი კვლევებია, სწავლებაა სავალდებულო სახელმწიფო სისტემაში რომ მუშაობ, ასწავლი აუცილებლად, კერძოში ესენი არ აგაქვს. თუ ძალიან მოტივირებულია უიშვიათესად ახალგაზრდები, შეიძლება რაღაც კვლევა კერძოში ჩაატაროს, მაგრამ კერძოში არის ძირითადად მაინც აი უფრო მობიზნესო მედიცინა, თუმცა ისევ და ისევ ხარისხი ძალიან კარგია. ასეთი კითხვა თქვენ უკვე 20 წელიწადზე მეტია, 25-ზე მეტი ალბათ, რაც მოღვაწეობთ საფრანგეთში. როგორია ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სტანდარტის ამ გადაცემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი, ანუ ჩვენი დიასპორის წარმომადგენელი შემოვიყვანოთ გადაცემაში და წარუდგინოთ საქართველოს მოსახლეობასა და პროფესიონალებს და უკვე 40 გადაცემიდან ალბათ მე მგონი 30-ში მაინც დიასპორა იყო სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასე შემდეგ. აი თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია საფრანგეთში ჩვენი სამედიცინო დიასპორის წარმომადგენლობა? დაახლოებით რამდენი ადამიანია, ვინც უკვე სერტიფიცირებულია და მუშაობს ექიმად? სამწუხაროდ საფრანგეთზე ზუსტი მონაცემები ვერ მოვიძიე. ვინაიდან საერთოდ არ არის ასეთი მონაცემთა ბაზა ექიმების საერთო. ალბათ რაღაც არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე სწრაფად ვერ მოვახერხე ამის ნახვა. მე ვისაც ვიცნობ და ვისთანაც მაქვს კონტაქტი და ბევრი ჩვენთან არის ნამყოფი ჩვენ ქალაქში, ჩვენ განყოფილებაში, ჩვენ სასწავლო ცენტრში დაახლოებით 10-მდე შეიძლება იყოს ასეთი ქართველი გინეკოლოგი, რამოდენიმე უროლოგიც ვიცი, მაგრამ ალბათ აი ასეთი 10-15 ყოველ შემთხვევაში აი მეანობა გინეკოლოგია, უროლოგიას რაც შეეხება. ალბათ ეს იმით აიხსნება, რომ შეიძლება ფრანგული ენის ცოდნა არ იყო ისეთი პოპულარული საქართველოში ადრე და მე მგონი არც დღეს, ვინაიდან მაინც ყველას ახალგაზრდებს იგივე საქართველოში ვისაც ველაპარაკები უმეტესობას აქცენტი აქვს მაინც შეერთებულ შტატებზე, ამიტომ ინგლისურს სწავლობენ და ინგლისურადაც აქვს სწავლება მედიცინის საქართველოში, ვინაიდან ენის ცოდნის გარეშე ყველა ვარიანტში გამოცდაა ჩასაბარებელი, ავტომატურად უფლებას არანაირს არ განიჭებენ, ამიტომ გამოცდა წერითი არის ფრანგულად და თუ კარგად არის ენა ძალიან ძნელი, ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ბევრს არ ვიცნობ. მადლობა. ბატონო რევაც, ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად გსურს გკითხოთ, თქვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, თუ ახერხებთ, რომ გვერდში ედგეთ საქართველოს ჯანდაცვას და თუ გაქვთ რაიმე პროექტი ან გეგმები საქართველოს დაეხმაროთ განვითარების კუთხით.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი არის სწავლება, სწორედ ამისთვის გვაქვს სასწავლო ცენტრი, რომელიც 91 წელს შეიქმნა კლერმონ-ფერანში, რომელიც იყო პიონერი, ეს გუნდი კლერმონის იყო პიონერი გინეკოლოგიურ ლაპარასკოპიაში. ამიტომ ამ ტექნიკის გასავრცელებლად და სასწავლებლად ცენტრი შეიქმნა 91 წელს და ამ ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილი არის სწორედ უცხოეთში სწავლების ჩატარება და ამ ხაზით მომიწია ყოფნა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და შესაბამისად ცხადია საქართველოშიც რეგულარულად ვატარებდით კონფერენციებს, რეგულარულად ვატარებდით სწავლებას საქართველოდან ჯგუფებიც ყოლია სწავლებაზე, ინდივიდუალურად ექიმები ჩამოდიან, ქართველები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან, მაგრამ ქართველები ბევრია, უფრო ადვილად ალბათ ახერხებენ იგივე რაღაც ეტაპების გავლას ადმინისტრაციული სმინაიდან ჩემი დახმარებით უნდა ითქვას. ყოველ წელს 2-3 ქართველი ექიმი ჩამოდის იმ ვადით, რაც ჯერჯერობით შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვით. ასე რომ ეს ბევრი ქართველი დაახლოებით 100-ზე მეტი დღეს ვინც კი ლაპარასკოპიაში ცნობილია საქართველოში პრაქტიკულად ყველა ჩვენთან არის ნამყოფი. გარდა ამისა, საქართველოში რეგულარულად ჩამოვდივარ წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ ოპერაციებს ვაკეთებ უკვე 2003 წლიდან რეგულარულად ცხადია მაქვს საქართველოს სერტიფიკატი ვარ საქართველოს მოქალაქეც ორმაგი მოქალაქე ვარ ამიტომ სრულიად ოფიციალურად პერიოდულად მუშაობ ხოლმე საქართველოში ახლა ნოემბერშიც ვიყავი თებერვალშიც გვეგმავ ასე წელიწადში დაახლოებით სადღაც 100-მდე ოპერაციის კეთებას ვახერხებ საქართველოში. თუ თებერვალში გეგმავთ, კარგი იქნება, რომ ჩვენ რაღაც ინოვაციურ კომპონენტი გვინდა შემოვიტანოთ მომავალ წელს. სწორედ ჩვენს გადაცემაში ბოჭორიშვილები ცნობილი ექიმები ბრძანდებით და გვინდა და ნახოთ თებერვალში თუ არ იტყვით თუ არ შეიძლება ერთობლივი უკვე დასწრებული ასე ვთქვათ გადაცემა გავაკეთოთ. ფიზიკურად დასწრებული. დიდი მადლობა და გელით. მადლობა რომ იყავით დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რევაზ ბოჭორიშვილი, ექიმი მიანგინეკოლოგი, კლერმონ-ფერანის უნივერსიტეტის პროფესორი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმარი. არსებობს უამრავი ავადმყოფობა, ჯანმრთელობა კი ერთადერთია. შნიცლერი. სოფლიოში რამდენიმე გამორჩეული უნიკალური ოპერაცია არსებობს, რომლებმაც მედიცინის საზღვრები გააფართოვეს. სოფლიო ქირურგიის საოცრებებს შორის 2025 წელს ასეთი 5 ოპერაცია ჩატარდა, რაც კიდევ ერთი დადასტურება არის, რომ თანამედროვე მედიცინა მიიწევს წინ, ხოლო ქირურგია კი ამ პროგრესის ავანგარდშია. ბოლო პერიოდში სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა გამორჩეულად უნიკალური ოპერაციები, რომლებმაც არა მხოლოდ პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინეს, არამედ წარმოაჩინეს ადამიანის ინტელექტისა და სამედიცინო პროგრესის უკიდეგანო შესაძლებლობები. ამ ვიდეო ისტორიაში მოგიყვებით 5 ასეთ ოპერაციაზე, თუმცა ძირითადი ყურადღება დაეთმობა საფრანგეთში ჩატარებულ ოპერაციას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დიდ საუნივერსიტეტო სალპეტრიერის კლინიკაში ჩატარდა. ტვინის სიმსივნის ამოკვეთა პაციენტის სიფხიზლის მდგომარეობაში, ანუ ბაზისური ტრადიციული ანესთეზიის გარეშე, მეტყველებისა და მოძრაობის ფუნქციების მონიტორინგით. ქირურგიაში 5 ინოვაციური ოპერაციის შესახებ ნახეთ ჯანდაცვის სტანდარტის გუნდის მიერ მომზადებული ვიდეო ისტორია. თანამედროვე მედიცინა წინ მიიწევს, ხოლო ქირურგია ამ პროგრესის ავანგარდშია. ყოველდღიურად ინერგება ახალი ტექნოლოგიები და მეთოდები, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ ოპერაციები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც იქნებოდა. ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარდა განსაკუთრებულად უნიკალური ოპერაციები, რომლებმაც არა მხოლოდ გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, არამედ წარმოაჩინეს ადამიანის ინტელექტისა და სამედიცინო პროგრესის საოცარი შესაძლებლობები. ჯანდაცვის სტანდარტის გუნდის მიერ მომზადებულ სიუჟეტში 5 ასეთ გამორჩეულ შემთხვევას მიმოვიხილავთ.
2025 წელს ასეთი გამორჩეული ოპერაცია შვედეთში ჩატარდა საშვილოსნოს გადანერგვა რობოტის დახმარებით ცოცხალი დონორისგან. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს გადანერგვა უკვე აღარ არის სიახლე, მაგრამ შვედეთში ჩატარებული ოპერაცია განსაკუთრებული იყო იმით, რომ ის რობოტის დახმარებით განხორციელდა და დონორი ცოცხალი იყო. ეს მეთოდი უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას დონორისთვის. შესაბამისად ამცირებს სისხლის დაკარგვასა და აღდგენის პერიოდს. რობოტული ქირურგიის გამოყენებამ გააუმჯობესა გადანერგილი ორგანოს ამოკვეთის სიზუსტე და შემდგომში გაზარდა მისი იმპლანტაციის წარმატების შანსიც. ეს მიღწევა იმედს აძლევს უამრავ ქალს, რომლებსაც უნაყოფობა საშვილოსნოს პრობლემებით აქვთ გამოწვეული. კიდევ ერთი გამორჩეული ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა. სრულად ხელოვნური გულის იმპლანტაცია პაციენტისთვის, რომელსაც ტრადიციული გადანერგვა უკუნაჩვენები ჰქონდა. გულის უკმარისობის ბოლო სტადიაზე მყოფ პაციენტებს ხშირად ერთადერთ გადარჩენის შანსს გულის გადანერგვა წარმოადგენს, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ან სხვა თანმხლები დაავადებები ტრადიციულ გადანერგვას შეუძლებელს ხდის. შეერთებულ შტატებში ჩატარდა ასეთი უნიკალური ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტს სრულად ხელოვნური გული ჩაუნერგეს. ეს მოწყობილობა მთლიანად ანაცვლებს ბუნებრივ გულს და ფუნქციონირებს როგორც დროებითი ხიდი ტრანსპლანტაციამდე, ან როგორც მუდმივი გამოსავალი იმ პაციენტებისთვის, ვისთვისაც გადანერგვა შეუძლებელია. რაც შეეხება საფრანგეთს. საფრანგეთში ტვინის სიმსივნის ამოკვეთა პაციენტის სიფხიზლის მდგომარეობაში მოხდა მეტყველების და მოძრაობის ფუნქციების მონიტორინგით. ხშირად ასეთი სპეციალიზირებული ოპერაციები ტარდება დიდ საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში, რომლებსაც აქვთ ძლიერი ნეიროქირურგიული განყოფილებები. ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი არის საპეტრიერის საავადმყოფო პარიზში, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში. პროფესორი ჰიუგო დიუფოს სახელი ხშირად ასოცირდება ტვინის სიმსივნეების ამოკვეთასთან სიფხიზლის მდგომარეობაში ფუნქციური მონიტორინგის გამოყენებით. ის არის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ამ მიმართულებით. სწორედ აღნიშნული ოპერაციაც ტვინის გარკვეული უბნების სიმსივნეების ამოკვეთა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა არ დაზიანდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციები, როგორიც არის მეტყველება და მოძრაობა. საფრანგეთში ჩატარებული ოპერაცია უნიკალური იყო იმით, რომ პაციენტი ოპერაციის დროს სიფხიზლის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქირურგები მუდმივად აკვირდებოდნენ მის მეტყველებას და მოძრაობას, რათა დაედგინათ სიმსივნის კრიტიკულ ფუნქციებთან სიახლოვის ხარისხი და თავიდან აეცილებინათ მათი დაზიანება. პაციენტთან მუდმივი კომუნიკაცია და ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი უზრუნველყოფდა სიმსივნის მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტურ ამოკვეთას. მიმდინარე წელს კიდევ ერთი უნიკალური ოპერაცია ესპანეთში ჩატარდა სახის სრული გადანერგვა უმძიმესი ტრამვის შემდეგ 3D ბიოპრინტინგის გამოყენებით. 3D ბიოპრინტინგის გამოყენებისას დონორის სახის ზუსტი მოდელის შესაქმნელად ქირურგებს საშუალება ეძლევათ უკეთ დაგეგმონ ოპერაცია და მიაღწიონ ოპტიმალურ ესთეტიკურ და ფუნქციურ შედეგს. ეს ტექნოლოგია მომავალში კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას გვპირდება რეკონსტრუქციულ ქირურგიაში. და ბოლოს ისევ ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც ნაყოფზე ჩატარებული ღია ქირურგიული ოპერაცია იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიის გამოსასწორებლად ჩატარდა. ნაყოფზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები უკიდურესად რთული და სარისკოა, მაგრამ ზოგჯერ ესე ერთადერთი გზა არის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ან სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად. ქირურგებმა დედის საშვილოსნოზე გააკეთეს განაკვეთი და ჩაატარეს საჭირო манипуляციები ნაყოფზე, შემდეგ კი საშვილოსნო კვლავ დახურეს. ეს წარმოუდგენელი მიღწევა წარმოაჩენს მედიცინის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ დაბადებამდე დაეხმაროს პატარა პაციენტებს. ეს 5 უნიკალური ოპერაცია მხოლოდ მცირე ნაწილი არის იმ ინოვაციური პროცედურებისა, რომლებიც დღეს მსოფლიოში ტარდება. თითოეული მათგანი წარმოადგენს ქირურგიული ხელოვნებისა და სამეცნიერო პროგრესის ტრიუმფს, რაც გვპირდება უკეთეს მომავალს მედიცინისთვის და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები და მათი დანერგვა მედიცინაში საოცრებების მოხდენას გვპირდება საოპერაციო მაგიდაზე. ასეთი იყო დღეს ჯანდაცვის სტანდარტი. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და შევხვდებით ერთ კვირაში. გემშვიდობებით მომდევნო კვირამდე ჯანდაცვის სტანდარტი ნინი ელონგურაშვილთან და ამირან გამყრელიძესთან ერთად. ჯანდაცვის სტანდარტის წარმომადგენია ავერსის კლინიკა. ჯანდაცვის სტანდარტის სპონსორია წყალი მთის 0%-იანი ბრომატით.